ასეთი უნდა ყოფილიყო რუსული კომიქს კონის ღონისძიება. და ასეთი გამოვიდა სინამდვილეში. სანქტ-პეტერბურგის ნეკროკომიკონი არის საშინელებათა, ფენტეზისა და კომიქსების ყოველწლიური ორდრიანი ზეიმი. თუმცა წელს ხელისუფლებამ მის დასახურად პოლიცია გაგზავნა. რუსეთის მართლმადიდებურ ეკლესიასთან დაკავშირებულმა აქტივისტების ტელეგრამ არხმა ღონისძიებას სატანური უწოდა და ორგანიზატორები აკრძალულ საერთაშორისო მოძრაობაში არასრულწლოვნების შეტყუებაში დაადანაშაულა. მოძრაობაში ისინი საერთაშორისო სატანიზმის მოძრაობას გულისხმობენ, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია რუსეთის უზენაესი სასამართლოსთვის, რომ ივლისში ის აიკრძალა. და ეს ყველაფერი არ არის. კომიქს კონის ორგანიზატორს ალექსეი სამსონოვს, რომელიც ყაზახეთის მოქალაქეა და 20 წელია რუსეთში ცხოვრობს, ახლა სისხლის სამართლის ბრალდებები და დეპორტაცია იმუქრება. ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა. 2024 წლის თებერვალში მოსკოვში პოლიციამ My Little Pony-ის ფანების კონვენცია დახურა. მათი თქმით, კონვენცია LGBT პროპაგანდას ეწეოდა.